დავბრუნდით ეთერში და უმნიშვნელოვანესი თემა იქნება ჩვენს ეთერში, რაც შეეხება თბილისის მომავალს. მე არ შემიძლია რომ ორი სიტყვა არ ვთქვა, იმიტომ რომ მე დავიბადე რუსთაველის 54 ნომერში და ჩემი ფანჯრიდან უყურე ეს შეიძლება ითქვას დაკრძალვას იმ ხის, რომელიც იყო მოჭრილი. ჩემი თვალწინ დადეს მანქანას და წაიღეს. და მე მგონია რომ თბილისი მომავლის, რომელსაც თქვენ ილაპარაკებთ, უნდა იყოს ამ მოუჭრელი ხეების ქალაქი. ნამდვილად ეგრეა. ამ ხეებით სავსე ქალაქი, მწვანე ქალაქი, როგორც იყო ყოველთვის ჩემ ბავშვობაში და დაუბრუნდეს ჩვენ ბავშვებს ის თბილისი, რომელიც მე მიყვარდა. რამენაირად თქვენ გითხართ ეს როგორ მოხდება? ეს არის პროექტი, რომელსაც იწყებს თბილისის მერია, მომავლის ქალაქი, ასე ქვია, შეიძლება სამუშაო სახელწოდება, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ საინტერესოა დათომ აღნიშნა და ერთი რაღაც მინიშნება კომოგცათ, რომ სიმწვანე რაც ასე აკლია ჩვენს ქალაქს და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ხე მოიჭრა, იქნებ ეს იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ალბათ ამას გარდა, სიმწვანეს გარდა ძალიან ბევრ ასპექტზე გაკეთდება აქცენტი. რას მოიცავს კონკრეტულად მომავლის ქალაქი და ჩვენ გვინდა ისე ვისაუბროთ, რომ მაყურებელს შეკითხვა არ დაჭდეს და ყველა შეკითხვაზე მიიღოს შესაბამისი სანამ პასუხი. დავიწყებდეთ საუბარს, სტუმრებს წარვადგენ. რა თქმა უნდა. ოთარ ნემსაძე თბილისის მერის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე და მამუკა სალუქვაძე ურბანისტის სიტი ინსტიტუტის საქართველოს დირექტორი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ საუბარი თვითონ თემებით, რომელსაც აერთიანებს ეს მომავლის ქალაქი ეს პროექტი. რას გულისხმობს ზოგადად? თავიდან რაც ცოტა შესავალივით გავაკეთოთ, ანუ რა არის საერთოდ რატო დავიწყოთ ეს პროექტი და მუშაობა ამ პროექტზე. არის ესეთი გერმანული ინსტიტუტი, ფრაუნჰოფერის ინსტიტუტი, რომელიც წელიწადში ერთხელ ქალაქებს შორის აკეთებს შეჯიბრს და ამ შეჯიბრში გამარჯვებულს უკეთებს ესე თქვათ მდგრადი პროფილის, ანუ უდგენს მდგრად პროფილს. თბილისმა დაიწყო ასე თქვათ კონკურსში მონაწილეობა მიიღო, ეს იყო თუ არ ვცდები ნოემბრის თვე წინა წლის. საკმაოდ ბევრი რაღაცა იყო წარსადგენი ამ კონკურსისთვის, თანამშრომლობით. ანუ კონკრეტული კრიტერიუმებია ამის მიხედვით შერჩევა ხდება კონკრეტული. ეს არის უშუალოდ ინფორმაცია ქალაქის შესახებ, აქ იყო ინდიკატორები, რომელიც იყო შესავსები, პლუს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამოტივაციო წერილი, რატო უნდა მიიღო მონაწილეობა. რატო თბილისი და არა სხვა ქალაქი. ესე იგი, ამ კონკურსში მოხდა ისე რომ ავიღეთ მესამე ადგილი, თუმცა ანუ მხოლოდ პირველი იღებს აი ამ მდგრად პროფილს, თუმცა დაინტერესება იმდენად დიდი იყო ამ ჩვენი ქალაქის მიმართ. მდგრადი პროფილი რას ნიშნავს? ეხლა ვახსნე პროფილს, მაგრამ მაგასაც შესავალი. და ბევრი ძალიან გვაინტერესებს. ეხლა შევეცდები. და ბევრი შეკითხვა გვაქვს შესაბამისია. მოკლედ დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ჩვენთან თანამშრომლობაზე მაინც დამოსულიყო. ეხლა უშუალოდ პროექტთან დაკავშირებით რა არის გასაკეთებელი და რას ვაკეთებთ ამ ეტაპზე. იმისთვის რომ მივიღოთ ეს მდგრადი პროფილი, ამისთვის არსებობს ურბანული ინდიკატორები. ეს არის დაახლოებით 90-მდე ინდიკატორი, რომელიც იწყება ვთქვათ მართლობიდან დაწყებული, ურბანული მართლობიდან დაწყებული, დამთვალებული იგივე თქვენ რაც ბრძანეთ გამწვანება, ასე ვთქვათ და ეკოლოგიური საკითხები და ხო, ეკოლოგიური საკითხები, უფრო ფართოდ რო ვთქვათ, მოიცავს იგივე ურბანულ მობილურობას, მოიცავს ურბანულ უსაფრთხოებას, ანუ ძალიან ბევრ სექტორს, რა თქმა უნდა ტრანსპორტს და ასე შემდეგ. აი ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ისინი ზომავენ თუ სად უჭირს ქალაქს, სად არის ძლიერი ქალაქი, ვთქვათ, სიტყვაზე ავიღოთ, რომ მართლობაში შეიძლება ვიყოთ კარგად, მაგრამ იგივე ეკოლოგიურ საკითხებში ვიყოთ დაბალ დონეს. აი ამ ინდიკატორების გაზომვით ჩვენ ვიღებთ პროფილს, რასაც ვამბობთ, როგორ უნდა მოხდეს ამ მდგრად პროფილს, როგორ უნდა მოხდეს ამ ინდიკატორების გასწორება. თუ შეიძლება ერთი შეკითხვას დავსვამ, ჩვენ ვართ მესამე ადგილზე, როგორც თქვენ ბრძანეთ. პირველ ადგილზე არის როგორც ვიცი პრაღა. პრაღა და ჩემი. პრაღაში უკვე დაწყებულია პროექტი. პირველი ფაზა გარია რა. და მეორე ქალაქი ქემის. ხო და ეს მოგეხსენება თქვენ უკვე კარგად იცით რომ ის ქალაქები არიან მზად ინფრასტრუქტურით, შენობებით, უფრო მეტად მზად. თუ არ განიცდის თბილისი ამ შემთხვევაში, აი ამას გულისხმობ რაც ეკრანზე ჩანს ახლა ამ წუთას. ანუ ჩვენთვის უფრო ბოდიში რომ შეგაწყობენ დაასრულოთ. იგივეს ვიზახე, რასაც შენ იხდი ჩვენთვის უფრო დიდი გზა არის გასავლელი და უფრო რთული იქნება თუნდაც პირველი ეტაპამდე მისვლა და შემდეგ ამის გადალახვა. იმ არასწორი მშენებლობებით, იმ არასწორი ეკოლოგიური ნაბიჯებით.
ამას გულისხმობ რა. მე სწორად მიგნებული კითხვა არის, მაგრამ პასუხიც ძალიან მარტივი არის ამასთან დაკავშირებით. ეს თვითონ ფრაუნჰოფერის კვლევითი ინსტიტუტისთვისაც გამოწვევა გამოდგა. რატომ აირჩიეს თბილისი? მეორე ადგილზე ლაიფციგი გავიდა. ანუ პრაქტიკულად მათ თქვეს, რომ ქემნისი და ლაიფციგი ერთმანეთს ძალიან გვანან, აქ შეიძლება იმდენად საინტერესო არ იყოს, როგორც ის გამოწვევა, რომელიც თბილისთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო. ეს იყო პრაქტიკულად პოსტსაბჭოური ქვეყნის მეორე ქალაქი, პრაღის მერე, ხომართალია, დედაქალაქი, თავისი ალბათ თავისებურებებით და მათთვისაც ეს გამოწვევა სწორედ უფრო მისაღები გახდა, მით უმეტეს რეგიონში ეს პირველი მწვანე ქალაქი შეიძლება გახდეს. მე გავაგზელებ თუ შეიძლება ბოდიში თქო და შემდეგ გავაგზელებს თვითონაც. თავისთავად მართალი გითხრათ, აი ეს ბოლო პერიოდი, როცა ჩვენ გავახმოვანეთ და ქალაქის მერიამ დაიწყო ამაზე საუბარი და ამ პროექტის განხორციელება პრაქტიკულად, იმიტომ რომ სამუშაო ჯგუფი უკვე ჩამოსული იყო და კონკრეტული დავალებებია. ეს არის სწორედ აი ინდიკატორებთან დაკავშირებით გარკვეული მონაცემების მიწოდება, იმიტომ რომ ესე ყველას გაუჭირდება, როგორი ინსტიტუტიც არ უნდა იყოს, თუ მონაცემი არ მივაწოდეთ, ის რა თქმა უნდა ვერ გააკეთებს ყველაფერ ამის მონიტორინგს და შემდეგ კონცეფციას ვერ დადებს. მაგრამ აქ სწორედ საინტერესო ის იყო, როგორი რეაქცია ჰქონდა ხალხს. როგორი რეაქცია ჰქონდა ჩვენ საზოგადოებას, როდესაც ეს ინფორმაცია გავიდა. ესეთი დადებითი გამოხმაურება მართლა დიდი ხანია, იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩვენ ჩართულები ვართ. იმიტომ რომ ადამიანებს როგორც ჩანს მოსყურდათ რაღაც დადებითი ინფორმაციის გაგება და პერსპექტივის დანახვა, რომ თბილისი შეიძლება გადარჩეს, იმიტომ რომ ოთარის დამეთანხმება იმაში, რომ ეს ქალაქი მართლაც გადასარჩენი გვაქვს, იმდენი ურბანული პრობლემა არის უკვე დაგროვილი ქალაქში და ნუ ეხლა რაც მოხდა, იმ სტიქიურ ბედურებას მე აღარ დავიწყებ. ძალიან მნიშვნელოვანია აი თქვენი სამსახური, რომელიც განცხადდა ეთერში, რომ წითელი ხაზით უნდა იყოს შემოხაზული არქიტექტორებისგან, რომ რაღაცები უნდა იყოს ამ ქალაქში ხელშეუხებელი. აბსოლუტურად. და ძალიან გთხოვთ, რომ ეს გააკეთეთ, იმიტომ რომ ვერ უნდა მიიღონ სამშენებლო ასე კომპანიებმა გადაწყვეტილებები თქვენს გარეშე. ვერ უნდა აშენდეს იქ ურბანული რაღაცა უზარმაზარი შენობები, სადაც არ შეიძლება. ჩვენ თბილისს გავაფრთხილდით, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქალაქია და მე მინდა მადლობა მოგახსენოთ, რომ თქვენ მობრძანდით დღეს და აუცილებლად გადავარჩინოთ თბილისი რა. ეს მართლა უდიდესი საქმეა ჩვენი შვილებისთვის, ჩვენთვის და საყოველთაოდ და თქვენი სამსახური არის უმნიშვნელოვანესი. მართლა უმნიშვნელოვანესი. თუ შეიძლება დავამატებ ამაზე, შეიძლება ცოტა ცდება თემას, მაგრამ პირველ რიგში პირიქით მადლობა თქვენ რომ ინტერესდებით და რაღაც ხშირი სტუმარი გავხდე ამ გადაცემის, რაც ძალიან მიხარია. პროექტებზე გველაპარაკებთ. თავარია რომ ეს პროექტი შემდეგ განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს უკვე ხელშეკრულებით გაფორმებულია, შესაბამისად უკან დასახევი გზა ჩვენ აღარ აქვს. შემოხაზეთ რა წითელი ხაზით ის ეს გაკონტროლება, რაზეც დათოსაუბრობთ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი პრობლემა ჩვენ გქონდა უშუალოდ რეგულაციებთან დაკავშირებით. ანუ რეგულაციები ძალიან ბევრი საშუალებას აძლევდა და იძლევა იმისთვის, რომ თქვათ, ყველამ წაიკითხოს, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, ის თავის ენაზე. ამიტომ არქიტექტურის სამსახური გარდა ამისა, რაც არის ეს მომავლის ქალაქის პროექტი, უნიშნავენ ესე ვთქვათ, ფაქტორად ნიშნავს, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს არა, უნდა გაიწეროს, ან ყველა ერთ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ, ან ასე არ შეიძლება რომ ერთმა ადამიანმა სხვანაირად წაიკითხოს ეს რეგულაცია და მეორე ადამიანმა სხვანაირად წაიკითხოს. ამიტომ ამაზე მუშაობას ვასრულებთ. ესეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი რა თქმა უნდა იქნება, იმიტომ რომ ნუ ამის გარეშე, რასაც ვიღებდით ქალაქში ძალიან კარგად ვხედავთ. კვირის ბოლოს არქიტექტურის სამსახური ამაზეც მუშაობას დაასრულებს, ანუ უშუალოდ ახალზე არა გასწორებულ რეგულაციებს, რომელიც იქნება თქვა და იმას რასაც თქვენ აღნიშნავთ, რომ ეს რაღაცა წითელი ხაზის შემოსავლოთ ერთ ენაზე რომ ვისაუბროთ, ქალაქმაც და ასე ვთქვათ სხვამაც. თუმცა ეს ცოტა აცდა ეხლა მომავლის ქალაქს. გავაგზავნოთ ამ თემას თუ შეიძლება. ერთ შეკითხვას დაგიშოთ, კანონმდებლობა თუ გეხმარებათ იმაში, რაც ჩვენ თქვით. აი ამაზე მინდა თორე ზუსტად ამაზე იყო საუბარი. მე უბრალოდ გავაგზავნებ, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, ესე დაემთხვა და ძალიან კარგია რომ ესე დაემთხვა. მიმდინარეობს ეს პროექტი და ამავე დროს აგერ ერთ-ერთი ამის ხელმძღვანელი სწორედ აქ არის სტუდიაში, ქალაქის გენგეგმის განახლებაზე მიდის საუბარი. ეს ორი თემა ჩვენ აუცილებლად უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ერთი არის კონცეფცია ქალაქის განვითარებისა. მეორე არის პრაქტიკულად დარეგულირება ყველა იმ საკითხისა, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს და ახალი ხედვის შემოთავაზება. ბუნებრივია, რომ ქალაქი 19 კონცეფციით და 20 კონცეფციით არ შეიძლება განვითარდეს, ვერ იარსებებს. ეს უნდა იყოს ერთი
კონკრეტული საზოგადოებაზე მორგებული, ქალაქის ინტერესებზე მორგებული და თანამედროვე ევროპული კონცეფცია, ჩვენ ესე ვთვლით ყოველ შემთხვევაში, რომელიც მოემსახურება ქალაქს და რომლის მიხედვითაც განვითარდება ქალაქი. მე ვფიქრობ, ეს დამთხევა შეიძლება სიმბოლურიც არის და ძალიან კარგიც არის რეალურად რომ ესე მოხდა, იმიტომ რომ ის კონცეფციები, რომელიც სწორედ მომავლის ქალაქის ფარგლებში იქნება შემუშავებული, ჩვენ გვინდა რომ აისახოს შემდეგ უკვე რეალურად და არ შემოიდოს როგორც ხშირად ხდებოდა და ჩვენ ყველა ამის მომსწრები ვართ თაროებზე. სოფლიოში არის მაპატი მწვანე ქალაქების კონცეფცია, ასევე თქვენ მოგეხსენებათ ჩემზე უფრო, იმიტომ რომ პროფესიონალი ბრძანდებით, ევროკავშირის კონცეფცია და გონია რომ თბილისი იმსახურებს ამ ქალაქებს შორის ყოფნას, იმიტომ რომ მართლა ამ ქალაქს გააჩნია 1500 წლიანი ისტორია, ულამაზესი ქალაქია, რომელიც იყო აღმოსავლეთის და ევროპის დამაკავშირებელი, რომელთანაც რჩება დღესაც და ეს არ არის მარტო ჩვენი თბილისელების და ქართველების ქალაქი. ეს სრულიად სოფლიოს ქალაქია და ამას ყურადღება მისაქცევია, ეს გასატანია ალბათ დასავლეთში. ყურადღება მისაქცევია და გვერდზეც გომოჭირდება ამ ქალაქს. არა მარტო ჩვენი, არამედ სახელმწიფოს მხრიდან. ეს შანსიც არის. შანსი არის ახლა ქალაქის ხელმძღვანელობისთვისაც, ქვეყნისთვისაც, თითოეული ჩვენგანისთვისაც და ქალაქისთვისაც, როგორ გამოიყენებს აი ამ შანსს. ალბათ სწორედ ამ კონტექსტში ჯდება ახლა თქვენაც გულზანეთ და მე ვფიქრობ, რომ იმდენად დიდია დაინტერესება ოთო დამეთანხმება, იმიტომ რომ ჩვენ პირველი შეხვედრა გქონდა ქალაქის ხელმძღვანელობა ესწრებოდა ამას და იმდენად საინტერესო და ცხარე დისკუსიაც კი შეიძლება ყოფილიყო ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, რომ ქალაქმა ეს უნდა შეძლოს. აი ამ პროექტის განხორციელება ბოლომდე უნდა მოახერხოს და ვფიქრობ ვფიქრობ რომ ამით გვეშველება. მე რო არ თქვა ორი სიტყვა. ძალიან ქალაქთან ახლოს გადმოდის საზღვრები, რაც ყველამ ვიცით. ჩვენი მეგობრები, ძველი მეგობრები რუსები წევენ საზღვრს და შეიძლება თბილისით შემოვიდნენ რა და მე შეიძლება შევთავაზოთ რუსებს, რომ ცოტა ჩვენ გამწვანებაშიც მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ შემოვიდნენ შევთავაზეთ. იმდენს უნდა ამის გაკეთება ჩვენთან ერთად, რომ მაინც რუსები არ სწორედ მაგიტომ ვთქვი, რომ ისე მოგვიახლოვდნენ, რომ ამაში სხვა მიიღებდნენ მონაწილეობას. ძალიან გრძელი გზა არის გასავლელი ცხადია, ძალიან რთული ამავე დროულად. ეხლა რა ადგილას ვიმყოფებით, რა ეტაპზე ვართ და კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ მივიდეთ შედეგად. სხვადასხვა ძალიან მეშინია ამ ეტაპის და ძალიან რთული ეტაპია. ყველაზე რთული ეტაპია. ერთია ეიფორია, ახლა ჩვენ რო ჩავარდეთ, რომ მომავლის ქალაქი ხვდებით და რა კარგი რამდენი მეგობარი ყავს კონკურსში გაგვამარჯვებინეს. და ამაზე ოცნებაში შეიძლება ამაზე ოცნებაში შეიძლება ის რეალური პრობლემები ჩვენ გვერდზე მოგვრჩეს და არ უნდა მოგვრჩეს, იმიტომ რომ მათ ამ ინსტიტუტს, ამ პროექტის ხელმძღვანელებს სჭირდებათ ახლა ჩვენგან და მომუშავე ჯგუფს სჭირდებათ ჩვენგან კონკრეტული მონაცემები, კონკრეტული ინფორმაციები, რაც ძალიან ჭირს ჩვენთან დაკავშირებით ინფორმაცია. ყველა მიმართულებას ურბანული განვითარების, ყველა ტრანსპორტი იქნება, ეს უსაფრთხოება იქნება, ეკონომიკა იქნება. ეს კანონმდებლობასთან ხო არის კავშირში? იცით რა არის? კანონმდებლობასთან, მმართველობასთან არის უფრო მეტად. აი მაგალითად არის ოთო, აი ამ სხვადასხვა სფეროში უნდა ჩატარდეს სპეციალური კვლევა, ამას გულისხმობ და შემდეგ კვლევის შედეგები უნდა მივცეთ მათ. ანუ როგორ არის, აი მაგალითად ითხოვენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი მოსახლე ხმარობს ეკონომნატურას და რამდენი მოსახლე ხმარობს რამდენი ელექტროენერგია იხარჯება თითოეულ მოსახლეს მიერ, ან რამდენი ნაგავს აწარმოებს თითოეული მოსახლე, იმისთვის რომ მათ ქონდეთ ინფორმაცია რა არის გამოსასწორებელი ამ ქალაქში. ანუ ეს ერთი შეხედვით ვამბობთ, რომ თქვა წვანეს საფარს აქვს პრობლემა, მაგრამ ეს კომპლექსური მიდგომა სჭირდება ამას იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ალბათ ფსიქოლოგიური მომზადება, როგორც კალიფორნიაში ხდება, რომ 33% მზის მზის განახლებათ ენერგიაზეა გადასული. კი ბატონო. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი უნდა ფიქრობდეს თავის ქალაქზე. ეს ჩვენი მენტალობის შეცვლისთვისაც ძალიან ისე ხანაა არ გამოვა, ეხლა არაფერი. ამდენ არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ გერმანული ინსტიტუტი ან თუნდაც ამერიკული ჩვენ რაღაცაში გვეხმარება, მენტალობა თუ არ შეიცვალა, ჩვენ თუ ვერ მივერჩვიეთ იმას, რომ საზოგადოებამ ერთმანეთს პატივი ვიცეს და ამ ქალაქს ეთ პატივი, შეიძლება ფრაზებია, მაგრამ ეხლა რეალობაში ესე ეხლა, როდესაც მე ფეხით სავალ ნაწილზე ვერ გავივლი, იმიტომ რომ მანქანა და უნდა გადავახტეთ ჩვენ მაინდა-მაინც ამ მანქანას. ეხლა იქ რაღაცა დარღვეულია, ნამდვილად გამოსწორება ჭირდება. ეს არის ალბათ
კვლევა ხო? შეხსნით ყველაზე მეტად სწორედ ამიტომ გიშინიათ ამ ეტაპის ეს იქნება ანალიზი, აუცილებლად და კონცეფციების შემუშავება, რომელიც თებერვალში ჩვენ წესით უნდა ჩავუბარდეს. ორივე მხარე ერთად ჩაატარებს ამ კვლევებს, ანუ ვინ იქნებიან ის სპეციალისტები, რომელიც იმუშავებს კონკრეტულად პროცედურას, ანუ არის პირველი ნაწილი, ეს არის უშუალოდ ასე ვთქვათ, რომელსაც ასრულებს ახლა არქიტექტურის სამსახურის IT ინსტიტუტთან ერთად, ეს არის საშინაო დავალება. პირველი ნაწილი საშინაო დავალების, რომელიც ჩვენ უნდა ჩავაბაროთ აგვისტოს შუა რიცხვებამდე. შემდეგ იწყება მეორე საშინაო დავალება სექტემბრის თვეში, როცა ისინი უშუალოდ ჩამოდიან და ადგილზე აწარმოებენ თვითონ უკვე კვლევას. ეს იქნება ალბათ ინტერვიუები და თავის ვორქშოპები, უკვე თავის მხრიდან ჩაატარებენ კვლევას და შემდეგ აქვთ უკვე ეს თებერვლამდე პერიოდი, როცა ამის გაზომვას გააკეთებენ და დაგვიდებენ სამოქმედო პროფილს მდგრად. რომელიც 2011 წლიდან დაიწყო. და თებერვალში გასაგებია ისინი რასაც დადებენ ჩვენ ქართულ მხარეს რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? ანუ ჩვენ თუ მივედით იმ ეტაპამდე რომ მდგრადი პროფილი მოვიპოვეთ და უნდა ახსნა რა არის ეს მდგრადი პროფილი მაყურებლისთვის, ანუ გეგმა? ანუ ნახეთ როგორ არის თქვათ ჩვენ გვიჭირს ენერგოეფექტურობაში და ამ შემთხვევაში ნახულობთ რომ ჩვენი ასე ვთქვათ მიზანი იმისთვის გამოვასწოროთ ჩვენი ენერგოეფექტურობა ეს არის რომ სამშენებლო სექტორში სამშენებლო ნორმები რომელიც არის დღესდღეობით ასე ვთქვათ მოწოლებული არა ენერგოეფექტური ეს უნდა გამოვასწოროთ. ამას მოყვება როგორ უნდა გამოვასწოროთ? გასაკეთებელია რეგულაცია, ეს რეგულაცია, გასაკეთებელია ეს სამშენებლო კოდები, აი ეს და უშუალოდ გვეუბნებიან აი იმისთვის რომ გამოვასწოროთ ენერგოეფექტურობა ამ სექტორში, თქვენ უნდა გავაკეთოთ ეს და ეს. თუმცა ძალიან მოკლედ და მარტივად რო ვთქვათ, ისინი არიან ექიმები. და ჩვენ ვართ ავანტყოფი. და თან არიან გერმანელი ექიმები, ანუ კარგი გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ ჩვენთან სამწუხაროდ ბევრი ფული იხარჯება ხოლმე, რომ სწორედ ესეთ კლინიკებში, აი ქალაქისთვის ახლა ასე ხდება. წამალს გვიწერს ასე ვთქვათ. ისინი წამალსაც გამოიწერენ და გვეთქვიან, როგორ მივიღოთ დღეში ერთხელ თუ გასაგებინაზე რო ვთქვათ. გასაგებინაზე ეს. როგორ უნდა და თქვენ როგორც ამ სამსახურის ამ შემთხვევაში მე სხვა სამსახური ვარ, მე არა ვარ სამსახური. თქვენ რა გჭირდებათ იმ მოქმედებებისთვის, რომ თქვენ იყოს აბსოლუტურად ლეგიტიმური სახელმწიფოდან რა უნდა მოხდეს, რომ თქვენ შეგეძლოთ თქვენი ყველა ნაბიჯის აბსოლუტურად ლეგიტიმურება რა. იცით როგორ არის ეს არის ჩათვალეთ რომ ეს არის ხელშეკრულება KfW-ს და სახელმწიფოს შორის. ეს არის სახელმწიფოს დონეზე გაკეთებული ხელშეკრულება, რომელთაც მიმართულებით სახელმწიფოს აქვს რაღაც ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, ის რომ სახელმწიფო ამ პროექტს მხარს უჭერს, ამაზე ჩვენ უკვე შეთანხმებულები ვართ და ყველანაირად კიდე მამუკამ აღნიშნა აქ რომ ანუ ქალაქის ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ასე ვთქვათ ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად მხარდაჭერა გვაქვს, ეხლა მთავარია რომ ეს პროცესი ძალიან სწორედ საფრთხის დონეზე არ იყოს ეს მხარდაჭერა მაგას გულისხმობ. არა, სხვათა შორის ჩვენს მე იმიტომ გითხარით და ორი ინსტიტუცია ვართ წარმოდგენილი, ერთი არის თვითმმართველობის ინსტიტუცია, არქიტექტურის სამსახური და ჩვენ მეგახლავართ ამ შემთხვევაში CT ინსტიტუტი საქართველოს. ეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, არასახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც სხვათა შორის აი სათავეში ვიყავით აი ამ პროცესებისა. ეხლა პირდაპირ გეტყვით, ბევრი რაღაცა პირად კონტაქტებითაც ხდება ხოლმე. ესე არ ხდება, რომ უბრალოდ ვიღაცა მიიღო მონაწილეობა, რომელიღაც ქალაქმა ძალიან მოეწონათ, რა კარგი ქალაქია და თქვენ მით უმეტეს იცით, რომ მესამე ადგილი ავიღეთ, აქ შეიძლებოდა ლაპარაკი ყოფილიყო, რომ მოდი თბილისი არ გვინდა და ვინც რეალურად გაიმარჯვა. ბევრი მეგობარი ყავს, ბევრი ახლობელი ყავს იგივე გერმანიაში, რომლებსაც ძალიან უნდათ დახმარება და უნდათ ამ პროექტში ჩვენი მონაწილეობა. პირველ რიგში ეს იყო ბატონი არჩილ ბარბაკაძე, ერთ-ერთი თანადამფუძნებელი დირექტორი, რომელიც გერმანიაში ძალიან კარგი კონტაქტები, რომელსაც გააჩნია კარგი კონტაქტები, მას ჰქონდა საუბარი ევროპის არქიტექტორთა ქსელთან, არის ესეთი ორგანიზაცია ძალიან ძლიერი, რომლის წევრიც არის სწორედ ფრაუნჰოფერი. და სწორედ მან შესთავაზა ბატონ არჩილს, რომ თბილისი ხომ არ დაინტერესდებოდა ამ კონკურსში და ამ პროექტში მონაწილეობით, რაზეც შემდეგ გავიარეთ აი ეს გზა, რაზეც ოტომ ისაუბრა, მეც ვისაუბრე და მოვედით დღევანდლამდე. ანუ აი ძალიან დიდი გზა უძღოდა ამას წინ და კულუარული მუშაობაც, რა თქმა უნდა, თუმცა თბილისმა შეძლო ის, რომ ნამდვილად ღირსეულად წარმოჩნდა, დაიმსახურა ის, რომ მხოლოდ კულუარული მუშაობა არ შეუწყობდა ამას ხელს, თბილისმა დაიმსახურა ის, რომ ინტერესი გამოიწვია გერმანიის მთავრობაში. თანხებიც დაიხარჯა, ხო ალბათ ამაზე. რა თქმა უნდა, თანხებიც იხარჯება ახლა ამ ყველაფერთან ერთად, მაგრამ აქ სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ
სწორედ აი ამგვარი მუშაობით, შეწყობილი მუშაობით ერთმანეთთან შევძელით ის, რომ თბილისი ამ ეტაპზე მოვიყვანეთ. როცა თებერვალში ჩვენ უკვე ველოდებით გარკვეულ კონცეფციებს ყველა მიმართულებით ურბანული განვითარებისა. შემდეგ რა მოხდება? კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეს უკვე ჩვენზეა, ბევრი რამ დამოკიდებული და ამას ვერც გერმანულ მხარეს დავაბრალებთ და ვერც ვერავის. როდესაც დიაგნოზი დაისმება და როდესაც კონკრეტული მკურნალობის მკურნალობა ჩვენ გვინდა რომ ჩავიტაროთ, უნდა ჩავიტაროთ. უკვე როგორ მიუყვებით ჩვენ ამ დანიშნულ მკურნალობას, ამაზე იქნება დამოკიდებული. თქვენ აღნიშნეთ, კარგია რომ ეს პროცესი დაემთხვა კონკურსს, რომელიც გამოცხადებული იყო გენერალურ გეგმაზე, ხო, ქალაქში გამოცხადებულია დღესაც. რამე ხო არ შეიცვალა, ვთქვათ, ამ მიმართულებით რაღაც კრიტერიუმები ხო არ შეიცვალა, იმიტომ რომ რადგან კონკურსის საფუძველზეა და სავარაუდოდ ეს გეგმა უნდა მოერგოს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც მოგცემენ თქვენი გერმანელი კოლეგები. ამ შემთხვევაში ვთქვათ, რაღაცა შეზღუდვა ხო არ არის ამ პირიქით, მათი დაკავშირება ხო არ მოხდება ერთად. მაგაზეც მოგახსენებთ, არაფერი არ შეცვლილა. 1 აგვისტოს ვხურავთ კონკურსს, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოთხოვნა, რომ გადაგვეწია კონკურსის ვადები, მაგრამ მეორე მხარე ითხოვდა, რომ ვთქვათ, დაგვეტოვებინა 1 აგვისტო. კარგია, რომ აქ მაძლევთ საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ უთხრა ყველა მონაწილეს, რომ 1 აგვისტოს 3 საათზე ვხურავთ კონკურსს. დრო გეწურებათ. და ვიწყებთ უკვე ჟიურის მუშაობას. მამუკამ ახსენა, რომ ეს პროცესები პარალელურად მიდის ერთმანეთთან. და ამ შეხვედრების დროს ჩვენ გერმანულ მხარეს, ასე ვთქვათ, განუმარტეთ, რომ მათი თანამშრომლობა იმ ხალხთან, რომელიც გაიმარჯვებს ჯგუფში, ეს იქნება მათი პირველი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ჩვენი მხრიდან საშინაო დავალება. ჩვენც ხო ვიღებთ საშინაო დავალებებს, მაგრამ ერთ-ერთი ავტორი საშინაო დავალებების გარეშე. ამ ავადმყოფები ისინი არიან ექიმები და პარტნიორობა უნდა კარგი ავადმყოფები ვიყოთ, რომ გამოჯამცება გვინდოდა. ძალიან ბევრ რაღაცაში ალბათ დაეხმარება კიდევაც, იმიტომ რომ ამ დროს უკვე სექტემბრის დასაწყისში ჩვენ უკვე რაღაც მასალები მოპოვებული გვაქვს, რაღაც ანალიზი ჩატარებული გვაქვს და გეგმის კონკურსში გამარჯვებულებსაც ძალიან ბევრ ინფორმაციას თვითონ ქალაქიც მისცემს. ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც არაჩვეულებრივად ჩანს გერმანული მხარე როგორ უვლიან ხეებს და თუ შეიძლება რომ ნახოთ სხვათა შორის ძალიან ბედნიერება რომ დიდი ბედნიერება რომ ესეთი კარგი ექიმები გვიმკურნალები, იმიტომ რომ მართლა როგორ უვლიან თავის გარემოს, თითოეულ ხეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქი იმსახურებს მართლა შვიდივით უვლიან, აი მნიშვნელოვან ექიმებს. როგორც არიან გერმანელები ამ შემთხვევაში. და მაიკი რეკომენდაცია რომ გასათვალისწინებელია და შესაძლებელია, მე მგონი ამას გამართიარჯება. ბატონო მამუკა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისს აფინანსებს 240,000 ევროთი. აი კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გითხრათ, რას მოხმარდება, რაში მოდით მე 20 გადაულ ანუ აი თანხებთან დაკავშირებით ეთქვით, სწორედ ეს არის ის თანხა, რომელიც სჭირდება ამ პროექტის განხორციელებას. მაგრამ ჩვენც ვიღებთ ხომ რაღაც თანხას. აი ხავე აგხსნით, შეთანხმება არის ასეთი, ანუ კონკურსის პირობები პირდაპირ ამბობს ამას, რომ 200,000 ევროს იხდის ასე ვთქვათ დონორი მხარე და 40,000 ევროს იხდის უშუალოდ ქალაქი, რომელსაც ეს თანხა იყოფა თბილისის არა, ეს არის რაღაც პირველ ფაზას აი თებერვლამდე დიაგნოსტიკის დონეზე ანალიზების დიაგნოსტიკის ანუ ის არის 200,000 რომელიც იხდეს დონორი ორგანიზაცია და სხვა შორის KfW იცით როგორ იყო, როცა გადიხარ მესამე ადგილზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად ან შენ თვითონ უნდა გადაიხადო ეს თანხა, ან დონორმა ორგანიზაციამ. ამ შემთხვევაში KfW ძალიან აქტიურად დაგვიჭირა მხარი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც წამოვიდა ჩვენთან თანამშრომლობაზე და გითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილზე ხართ, აი ამ 200,000 ევროს, რომელიც თქვენ თვითონ უნდა გადაგეხადათ, ჩვენ ვიღებთ ჩვენ თავზე, თქვენ დაგრჩებათ მხოლოდ ის მცირედი თანხა, ეს 40,000 евро, რომელიც თქვენ თვითონ უნდა გაიღოთ იმისთვის, რომ თებერვლის ბოლოს გქონდეთ ეს პროექტი. ერთი შეკითხვა მაქვს, თებერვლის ბოლოს გვექნება პროექტი, რეკომენდაციებით, ანუ დიაგნოზი, მკურნალობა და ასე შემდეგ. შემდეგ ეტაპზე უკვე გერმანული მხარე აღარ ერევა? არა ერევა, მაგასაც აგიხსნით, არა, ესე არ არის. უშუალოდ პროექტები, რომელიც ის გაიწერება, გერმანული მხარე ასევე იღებს ვალდებულებას დაგვეხმაროს ამ პროექტების განხორციელებაში, როგორც ინსტიტუციონალურ დონეზე, ასევე ფინანსურ დონეზე. ანუ მოძიებაში დაგვეხმარება. ეს მნიშვნელოვანია. ეს არის პროექტის რეალობა უნდა იყოს, მაშინ ეს მნიშვნელოვანია. უდიდესი მადლობა საერთოდ რომ ეს თემა გაჟღერდა. ესე იგი, ეს უკვე არსებობს.
ამას უკვე მკურნალობენ, ამას დიაგნოზი დაუსვეს. მადლობა რომ მობრძანდით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. როგორც აღნიშნეთ, ხშირი სტუმრები გახდით ჩვენი გადაცემის და ესე გაგრძელდება ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ ჩვენც ფეხ მივყვებით ამ თემას და ჩვენი იმედი ყველა ამას მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და პროექტისთვის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენეთ, თქვენ გვერდზე ვართ. არა მარტო მე, ყველა თბილისელი, ყველა ძალიან დიდი რა თქმა მადლობა. უნდა ჩვენი გადაცემა, იმიტომ რომ მე მგონი ყველა ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა და ამ თემაზე და ამ პროექტზე საუბარი. დიდი ძალიან მადლობა. მიხარია რომ მობრძანდით ამ თემით. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით რამდენიმე კიდევ ერთი საჭირო პროექტით. კი, და ყველა.